როდესაც მოქალაქე, ქვეყნის მოქალაქე აპროტესტებს, უნდა დაისვას კითხვა, რას აპროტესტებს, იმიტომ რომ ის თუ ქვეყნის მოქალაქეა, იხდის გადასახადებს. აქვს საქართველოს პასპორტი, სახელი და გვარი ქართული, ხო? ცხოვრობს აქ და უნდა რომ იცხოვროს. მას უნდა კონდეს გაპროტესტების უფლება და პროტესტიდან შესაბამისად უნდა იყოს მიღებული ზომები. მე არ ვფიქრობ, რომ თუ არ იქნება ეს რაღაცა ვანდალიზმი, თუ არ იქნება ეს რეალური შედეგი და ყურადღება შესაბამისი, ციხეში პირდაპირ გადაყვანა ადამიანის. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ კონკრეტული პრობლემა საქართველოში და საქართველოს ჩვენი პრობლემა ეს კონკრეტული პრობლემა თუ კონკრეტულად ადამიანს არ შეეხება, რატომღაც ყველა თავის ნაჭუჭში ზის. აი ხო რატომ გავჩერდი და რატომ გამოგელაპარაკეთ? დაგინახეთ, მინდათ რომ ადამიანმა თავისი ხმით დააფიქსიროს თავისი აზრი, ხო? და ხალხი შეშინებულია. ამაზეც კი ეშინიათ, რომ ვიღაცა გაჩერდეს და თქვას. რა ვიცი, არ ამგონია რომ ადეკვატური იყოს, რა ვიცი. ტროტუარზე დგომის გამო არ ამგონია რომ დაკავება შეიძლებაოდეს. ტროტუარზე დგომის გამო ციხეში ნამდვილად არ უნდა გაუშვა, მე ესე ვფიქრობ. არ არის სწორი. პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, არაფერი არ არის ადეკვატური ამ მთავრობის ხელში. მე არ გამიგია, არ ვიცი, თუ ეგრე აკავებენ ნამდვილად არ ვიცი. არაფერი ადეკვატურია და არაფერი გამართლებული არ არის. აბა საწავლის ადამიანს სადადგეს. პროფესორად ეგ არის რომ არ უნდა გააპროტესტო არაფერი და ამაც არ უნდა თქვა არაფერი ამაც საწინააღმდეგოდ. ეგ არის. ხალხში არ იყოს ერთობა. შლიარ მაგის გულისთვის